კაი გამოხმაურება მოყვა შენ პირველ ვიდეოს. კი, კაი არ. არ ველოდებოდი. მოგესალმებით მეგობრებო. დღეს დიდი დღეა, დიდი. სეზონიც ხურდება ნელ-ნელა და ვეცდები ყოველკვირეულად სტაბილურად შემოგთავაზოთ ხოლმე ეპიზოდები. შავი დაიტონა, თეთრი დაიტონა, ასეთ კომბინაციას ხშირად ვერ ნახავთ. 50,000 გამომწერზე უნდა ავიდეთ რაც შეიძლება მალე. თქვენთვის არხის გამოწერა 2 წამის ამბავია, ხოლო არხისთვის კი ძალიან დიდი ბიძგი და სტიმული. ეს ღრუბლები დიდად არ მომწონს, უკეთესის სურვილს ტოვებს, იმედია არ გაწვიმდება. ამ ვიდეოს ჩაწერისას აპრილის ბოლოა, რაც იმას ნიშნავს ტრადიციულად, რომ სეზონის გახსნის ოფიციალური ივენთი ტარდება, მოტოფედერაცია ატარებს ყოველწლიურად ამ დროს. ტარდება კვლავ ჰასკი პარკში, თუმცა წარმოდგენა არ მაქვს რა შეჯიბრებები არის, რა როგორ წარიმართება. იმიტომ რომ წელს არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია მაგ ღონისძიების ორგანიზებაში, რადგან ფედერაცია უკვე გაიზარდა. მარცხენა სხვათა შორის ამაზე სატყუებს ხოლმე. ადამიანური რესურსი გაიზარდა, ყველაფერი სამკაცზე აღარ ტყდება და ყველა მიცის რა უნდა გააკეთოს, ყველას თავისი საქმე აქვს და შესაბამისად წელს ამაში აღარ ჩავრეულობა. ასე რომ ჩემთვისაც საინტერესოა, როგორ წარიმართება დღევანდელი დღე. აი, ასეთი ნიშნები არის მნიშვნელოვანი, ფეხი რო ჩამოწია. წინ მიმავალი განიშნებს, რომ იქ რაღაც საფრთხეა და იქით არ უნდა წახვიდე. ასეთი რამეებით გროვდება, მოაქვს წლებს გამოცდილებას. სხვათა შორის წელს დათა და გიო, ჩემი ძმაკაცები არ იქნებიან ამ ღონისძიებაზე. ამ წუთას არიან შეჯიბრზე, სრულიად სხვაგან. მონაწილეობას იღებენ, ადრე ვთქვი, შეიძლება იცით, რომ სხვა ტიპის კონტენტსაც იხილავთ ამ არხზე მოტოების გარდა ძალიან მალე. მოგეწონებათ, დარწმუნებული ვარ. უბრალოდ მოტოები მაინც პირველია ჩემთვის. ეს უბრალოდ ჰობი არ არის, ცხოვრების სტილი არის. ამიტომ აქ ვამჯობინე და კიდე გარკვეული მიზეზების გამო დღეს ყოფნა, თუმცა ეგ კონტენტი მზადდება. ნილო! წლის კალიბრბოლელი 2025 წლის. ასე რომ წელს კონტენტი არ მოგაგდებათ. ივენთი მთაწმინდაზე ჰასკი პარკში კი ტარდება, მაგრამ ახლა სრულიად სხვა მხარეს ვიდივართ. ნილო იღებს მონაწილეობას ერთ-ერთ შეჯიბრში adventure ტიპის ბაიკებით. ამისთვის მას სჭირდება adventure ბაიკი, რომლის ამოსახვანადაც ახლა ვიდივართ ჩვენს მეგობრებთან და აქედან წავალთ ჰასკი პარკში პირდაპირ. წელსუდი ის არის, რომ აი ასე თითო როლ ადამიანს მოგვიწევს ასვლა, იმიტომ რომ საერთო რაიდი, როგორც ადრე წელს დაგეგმილი არ არის. Blackbells გარაჟი არის მოტოკლუბი კრუიზერების, ხოლოდ მათ აქვთ თავისი კლუბური საერთო რაიდი დაგეგმილი, დანარჩენი საერთო სამწუხაროდ არ არის, მაგრამ ნუ რაც არის ეს არის. თავარია ყველანი იქ შევიკრიბებით და სიამოვნოდ გავატარებთ დღევანდელ დღეს.
მეგობრებო, მინდა გაგაცნოთ ავტოსერვის ცენტრი My Auto Parts, რომელიც წლებია უკვე ორიენტირებულია ვაგჯგუფის ავტომობილების სრულ სერვისზე, დაწყებული საცხებ-საფოხი მასალებით, დამთავრებული სათადარიგო ნაწილებით. სერვის ცენტრი არის ვიკას, დპ-ას და გერმანული ბორშუნგის ოფიციალური დილერი საქართველოში, რაც უკვე ნიშნავს უმაღლეს ხარისხს. ადგილზე მიიღებთ ყველა საჭირო უმსახურებას თქვენი ავტომობილისთვის. სერვის ცენტრი მდებარეობს ბელიაშვილის 179 ნომერში. ასე გამოიყურება მოგზაურთა სამოთხე. ასე რომ ვისაც გაინტერესებთ მოგზაურობა საქართველოს გარშემო და ბაიკის ქირაობა გინდათ, მოდით აქ და თავგადასავალს გადახდიან. ლებია ბრო მართლა. აი, შეკვეთები. სექტემბერიდან ოქტომბრის აქამდე და ნოემბრამდე კიდე რაღაცები. წარმატებები. ავედით? აბა დროებით წოიჭირო. Honda. როცა საქმე ბიზნესს ეხება, მოგზაურობას, ამ დროს ყველაზე მთავარი არის საიმედოობა და კომფორტი. Aki Honda შეუცვლელია. აჰა. აუ, რას დავაკვირდი გზაში, იცი? ხო, მიდიხარ. ხო. ჩანთა, ხო შეკრულია? ხო. იმენა ყოველ წუთში მოწო. მოწოს მეთქი, რას ამოწევს ავდეს? ან ვაკთან გაწებიერებულად შეიძლება ერთმოგვიქნა, მერე იმენა წიკი. ერთი რა ამოწევ და მეორე კიდე ხო ამოწევ, მაგრამ მეორე კიდე ტრიალებს და ვასწავლებ, ცოტა მოძრაობის არის. მაგრამ ზურგჩანთა თუ მიკეთია, ფანზე გავჩერებულა, მაგის თუ შემოწევ მინაღია იყო. ზურგჩანთაზე ბესონსლია. ამდენ ადვენჩერებს შორის აი თეთრი ყვავით გზნობ ახლა თავს. და არ ვიცი, დაწერეთ კომენტარებში ადვენჩერის კონტენტი თუ გინდათ, ან მიმოხილვა მაინც რო გადავიღო რომელიმესე Honda Transalpi, Suzuki Westromi, Africa Twin-ი, არ ვიცი რომელი უფრო გაინტერესებთ. დაგაპიარეთ რა. მე დამწყები ვარ, არ ვიცი ასე რომ. შეგაწევ და 1-2 კაცი მაინც მომიმარო. შო. ეგ არის. საწვავი ჩასხმულია. წავედით. ნილოც YouTube-ს შემოუერთდა, გადადგა ეს ნაბიჯი. შეგიძლიათ გადახვიდეთ მის YouTube არხზე, გამოიწეროთ, ბიძგი, სტიმული მიცეთ. მისი არხი ძირითადად სულ იქნება მოტოსპორტზე, ტრეკზე, საკმაოდ კარგადაც ატარებს. 2025 წლის ქალი მოტორბოლელით ყველა არ გამختარა, დამიჯერეთ. ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ, დარწმუნებული ვარ და განსაკუთრებით მანდილოსნებისთვის იქნება სასარგებლო ჩემი აზრით. ეხლა გივწუწუნებდი რომ აი სათითაოდ მოგვიწევს ასე ყველა სასვლა და საერთო რაიდი არ არის დაგეგმილი ხო, მაგრამ ნუ ბოლოს კი გამოვიდა რომ აგერ მშვენიერი ჯგუფი შევიკარით 6 ბაიკით. სეზონის გახსნა, როგორ გითხრათ, არ არის აუცილებელი და სავალდებულო დაესწროთ. ეს უბრალოდ სიმბოლური ღონისძიება არის, ივენთია იმის ასე ვთქვათ წამახალისებელი, რომ აი მხიარულ ნოტაზე გავხსნათ სეზონი. დავიწყოთ კარგი შემართებით. მე უბრალოდ ყველა ახალბედას, ვინც გვიერთდება, დგავს პირველ ნაბიჯებს მოტოსამყაროში, გირჩევდით რომ დაესწროთ ხოლმე ასეთ ღონისძიებებს. ნახავთ უამრავ ბაიკს, უამრავ ადამიანს, გაიცნობთ რაც თავარია ახალ მეგობრებს, იმიტომ რომ ყველა ახალბედას პრობლემა თავიდან არის ის, რომ არ იცნობენ არავის. და ყველას უნდა რომ ვინმე ისეთი გამოცდილი ყავდეს გვერდით, ვინც დაარიგებს, ვისთან ერთადაც რაიდებში წავა ხოლმე ხანდახან. მეც ყოფილი ვარ ახალბედა და ვიცი რაზე ვსაუბრობ. ნახავთ თქვენ საყვარელ იუთუბერებს. და მანამდე კი აი ეს ვიდეო, რომელიც ახლა ამონათდება, უყურეთ
ყოველი სეზონის დაწყების წინ. ვფიქრობ გამოგადგებათ თან ახალი სუარი, რომელიც წლების წინ ჩავწერე და ყოველი სეზონის გახსნისას აქტუალურია. ხოჩახ ჯორჯ. აბა. აი მოტოთი ნელა სიარული ცალკე ხელოვნებაა. საცობში ისე რომ ფეხი არ დადგა ძირ. ძველი უბნები რამდენადაც ლამაზი და კოლორიტულია, იმდენად მოუხერხებელია ტრანსპორტისთვის. ვიწრო ქუჩები, საცობი. Rās ušievi bičo bikes. Dirty minds. მგონი ბავშვების შეჯიბრებით იწყება. ნამდვილი ბაიკები აქეთ გააჩერეთო რა. ბასკეტი პირველში მოტოსპორტი გადაიცინის ნაკლებობა გვექნება ნაკლებულა ეს თამაში გამარჯვების დებონება ცოტა ამაყად და ცოტა ამპარტამულად შეიძლება შეერდეს მაგრამ გამერწმუნებით თუ ვინმე ყოფილხარ აქ სეზონის გახსნებზე ბლეკბელსის გარეშე ესეთი ამბავი არის მოდი ეს ვაღიაროთ დამიჯერეთ იქ სადაც კრუიზერების სამეგობრო ანუ ერთობა ჩაერთვება უფრო ბაიკერული, უფრო გასართობი და უფრო მასშტაბური გამოჩნდება ყოველთვის და იქნება კიდეც. ხო, აი ეს შეჯიბრი ახლა, ყველაზე ნელი. ხო ვითომ არაფერი. ხო სისულელე, ხო ბავშვობა, მაგრამ გადავა იყო ყველა ავიდგა ერთო. აი, ზუსტად ეგადა. აი იქნება ეს იმას. ვაიმე, ოღონდ არ წაიქცეს, ოღონდ არ წაიქცეს. მიდი ბაბუ, მიდი. არა. მიდი. ბოროტი ვიცა. კაცებს მოეძახი. მიყვარხარ დიდზე ძმაო. აბაჰე. აი კაცი ხარ. როგორ შაუც ძალიან კარგი იყო. ასეთი გახსნა არასოდეს არ ვქონი. წავედი ნელ-ნელ. აბაჰე. აი, ცოდესაც ახალგაზრდა ხარ. ბაიკი გყავს. ამაზე უკეთეს ადგილას დაწახო. აქ ჯიმხანა იქნება. მოკლედ გასართობი არის ყველასთვის.
კარგი იყო. ყოველ წელს ვიხვეწებით, ვიზრდებით, ვსწავლობთ წინაწლის შესთომებზე და რომ იტყვიან ხოლმე ისმის კითხვა რას აკეთებს მოტოფედერაცია, ეს კლუბები, აი ამ ყველაფერს. ეს ყველაფერი ჰაერიდან არ მოდის და თუ ყველა მთავარ ღონისძიებას წლისას აი ასე დავაორგანიზებთ, ასე მიუდგებით. ვფიქრობ ძალიან სწრაფად განვითარდება ეს სფერო კიდევ უფრო. გულს უხარია რამდენი ხართ. ზოგი ახლა ადის ზემოთ, უბრალოდ კარგი იყო რა. იმისთვის რომ სფერო განვითარდეს, რაოდენობა აუცილებელია. რაც მეტი ვიქნებით, უფრო მეტად მიექცევა ყურადღება ყველაფერს. ახლა ბიჭები უნდა მოვიკითხო შეჯიბრებაზე რა ქნეს. ჩვენ სახალ ჰობიზე. რაიმე საკითხზე ვიდეოს რო იღებ, თან მით უმეტეს იმ თემაზე არასდროს არ გადამიღია, აი ახალ კონტენტზე მაქვს საუბარი, რომელიც მალე დაიდება არხზე. ჯერ შენ უნდა ერკვეოდე მასში ბოლომდე, კარგად. რომ სხვას რაიმე უჩვენო და მით უმეტეს ასწავლო და რჩევა მისცე. ამიტომ მაქსიმალურად ვიღებთ გამოცდილებას. აქ ყოველთვის საცობია. დღეისათვის სულეს იყო, გამოიწერეთ არხი აუცილებლად. შემდეგი ჩვენი ნაბიჯი არის 50,000 და 50,000-ზე ყველა გამომწერი რო ელოდება, ისეთი ეპიზოდი გელოდებათ. ბევრი მეკითხება დაიტონაზე, იცით რომ ვყიდი, ძალიან მალე წაიყვანენ, იმიტომ რომ რამოდენიმე მსურველი ჰყავს და მაისის თვიდან სავარაუდოდ დავამშვიდობებით. ისიც ვიცი რომ ამაზე სრულყოფილ ბაიკს ვეღარასდროს ვიყიდი. ახალი მოტუები შეიძლება იყოს ბევრად უფრო ტექნიკური, მაგრამ ეს მოტო განსაკუთრებულად მიყვარს. მაგრამ რას ვიზამთ? ახალი თავის და ახალი ისტორიის დრო. შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში და როგორც ყოველთვის დროებით